ჩვენ ვიმყოფებით ძველ კრეტაზე, დაახლოებით 3500 წლის წინ და ვუყურებთ ნამუშევარს სახელწოდებით Bull Leaping Fresco. ესაა უძველესი და იდუმალი კომპოზიცია, რომელიც ჩვენს თვალწინ ასაცვლებს მინოსურ კულტურასა და ცივილიზაციას. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე უძველეს და მომაჯედოვებელ ფრესკაზე მსოფლიო ისტორიაში, რომელსაც ქართულად ხარზე მხტომელ აკრობატს უწოდებენ. ეს არაა მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, ესაა ფანჯარა ჩვენს წინაშე, რომელსაც ბრინჯაოს ხანის კრეტის საიდუმლოებრივ სამყაროში, მინოსულ კულტურაში გადავყავართ. შევხედოთ ნამუშევარს და ეტაპობრივად მივყვეთ მის შინაარს, სიმბოლიკას, ფერებსა და იმ მნიშვნელოვან ნიუანსებს, რომელიც მთლიანობაში ქმნის ამ გენიალურ ნამუშევარს. ეს ფრესკა საუკეთესოდაა შემონახული იმავე თემატიკის, სხვა სასახლის კედლის მოხატულობიდან, რომელიც კნოსოსის სასახლის აღმოსავლეთ ფრთაში იქნა აღმოჩენილი და ზედა სართულს ამშვენებდა. მათი თემა ხარებზე ხტომა, აკრობატიკაა. მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სპორტის მრავალი გამოსახულება ფრესკებზე, ბეჭდებზე, ფიგურებსა და სხვა ნივთებზე მიუთითებს, რომ ხარების ხტომა რეალური მოვლენა იყო და არა უბრალოდ მითის გამოხატულება ვიზუალურ ხელოვნებაში. მამაკაცები და ქალები, რომლებიც შესაბამისად წითლად და თეთრად იყვნენ გამოსახულნი, ასრულებდნენ სპორტულ ნახტომებს ხარების თავზე, რაც უკიდურესად სარისკო ნომერი იყო. ეს რისკი კიდევ უფრო მკაფიოდ და ძალუმად უსვამდა ხაზს აკრობატების სხეულების უნარსა და გამბედაობას. ისტორიული კონტექსტის შესაქმნელად უნდა აღინიშნოს, რომ ფრაგმენტები აღმოაჩინა სერ ართურ ევანსმა მე-20 საუკუნის დასაწყისში კრეტის კუნძულზე, კნოსოსის სასახლის აღმოსავლეთ ნაწილში. თავდაპირველად ეს იყო მრავალფეროვანი კედლის მხატვრობის ნაწილი. დროის თვალსაზრისით საუბარია დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1450 წელზე, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ნამუშევარს უფრო ადრეულადაც მიიჩნევს. გასათვალისწინებელია, რომ ფრესკა, როგორადაც მას დღეს ჩვენ ვხედავთ, თანამედროვე რეკონსტრუქციას წარმოადგენს. ორიგინალი ბევრად დაზიანებული იყო. ორიოდე სიტყვით შევეხოთ თავად კნოსოსის სასახლესაც. ის კუნძულ კრეტაზე, თანამედროვე ქალაქ ჰერაკლიონის მახლობლად მდებარეობს. აშენდა ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1900 წელს და იყო მინოსური ცივილიზაციის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცენტრი. სასახლე მოიცავდა 1500 მეტ ოთახს, დერეფნებს, ეზოებსა და სათავსებს. ჯამურად 20,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორია, სადაც ასეულობით ან შესაძლოა ათასეულობით ადამიანიც კი ცხოვრობდა. შენობის არქიტექტურა ისე იყო დაპროექტებული, რომ სასახლე ფაქტობრივად ლაბირინთის ანალოგი იყო. ამიტომაც უკავშირებენ მას მინოტავრის ცნობილ მითს, რომლის მიხედვითაც ნახევრადკაცისა და ნახევრადხარის სხეულის მქონე მინოტავრი ლაბირინთში ცხოვრობდა. მანამ სანამ არიადნეს ძაფის დახმარებით თეძოსმა არ დაამარცხა იგი. საინტერესოა, რომ სასახლეს ჰქონდა გამართული და მოწესრიგებული სანიტარული სისტემა, წყლის მილების საკანალიზაციო სისტემა, რაც იმ დროისთვის სრულიად უნიკალური მოვლენა იყო. წარმოდგენილი იყო რამდენიმე სართულიანი შენობები, აივნები და მაღალი, საოცარი ტექნიკით დამუშავებული სვეტები. იატაკი და კედლები მორთული იყო ფრესკებით, სწორედ მათ შორისაა ხარზე მხტომარი აკრობატის ფრესკაც. სასახლე მხოლოდ სამეფო რეზიდენცია არ იყო, ის ფუნქციონირებდა როგორც სავაჭრო, რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი. აქ იმართებოდა რიტუალები, თეატრალური წარმოდგენები, ინახებოდა მარცვლეული, ხდებოდა სავალუტო ბრუნვა და იქმნებოდა არტეფაქტები. ეს იყო ადგილი, სადაც ხელოვნება, რელიგია, სპორტი და პოლიტიკა არა მხოლოდ ხვდებოდა ერთმანეთს, არამედ ორგანულად ერწყმოდა. კრეტა მინოსის ხელოვნება ერთგვარად დასტურია იმისა, რომ იქაურები აფასებდნენ სხეულებრივ სილამაზეს, მოძრაობის ჰარმონიას, სიმბოლურ ძალასა და ესთეტიკურ ტკბობას. კომპოზიციის შინაარსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ფრესკა ასახავს რიტუალურ სპორტულ მოვლენას, რომელსაც ბერძნები ტავროკატაფსიას უწოდებდნენ. ესაა ხარზე ხტომა, რომელიც როგორც ჩანს ძალიან პოპულარული იყო წინაბერძნულ ხალხებში. შესაძლოა გაგვახსენდეს ესპანური კორიდა, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ახალგაზრდა აკრობატები ხარის ზურგზე ხტებიან არა მასთან საბრძოლველად, არამედ თითქოს მის ესთეტიურად დამორჩილებას ცდილობენ. ეს იყო ძალის, სიმამაცის, შესაძლოა რელიგიური მნიშვნელობის მქონე მოვლენაც კი, რომელიც მინოსურ ტრადიციაში ცენტრალურ როლს თამაშობდა. ამავე ეპოქაში იქმნება მცირე ქანდაკებები და ჭურჭელი, რომლებზეც გამოსახულია ხარი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მინოსის კულტურაში ხარი, როგორც ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლო, მნიშვნელოვანი არსება იყო და არა უბრალოდ რიგითი ცხოველი. კრეტაზე ხარი იყო ძლიერი რელიგიური სიმბოლო დაკავშირებული ძალასთან, ნაყოფიერებასა და სამყაროს წესრიგთან. რქები ხშირად ასოცირდებოდა მთვარისა და ცისკენ მიმართებასთან, რაც სიმბოლურად აკავშირებს მისწერ და ღვთიურ სამყაროს. აქედან გამომდინარეობს კომპოზიციის ერთ-ერთი პოპულარული ინტერპრეტაცია, რომლის თანახმად ხარზე ნახტომი შესაძლოა ასახავდეს ადამიანის ბატონობას ბუნების უძლიერეს ძალაზე.
ან რიტუალს, რომელიც სიცოცხლის ძალასა და ხელახლა აღორძინებას აღნიშნავს. კომპოზიციაზე ვხედავთ ხარის უზარმაზარ გამოსახულებას და მის გარშემო ადამიანებს, რომლებიც აკრობატულ მოქმედებებს ასრულებენ. ნამუშევარი ძალიან დინამიკურია. ჩვენს თვალწინ ცოცხლდება. მოქმედებაში მოდის ერთი შეხედვით სტატიკურად ასახული და გამოხატული სურათი, ფრესკა სავსეა მოძრაობითა და ენერგიით. საკმარისია დავაკვირდეთ კომპოზიციას, უმალ წარმოვიდგენთ, როგორ ასრულებს აკრობატი ტრიუმფს ხარის თავზე, რაც მთავარია ნამუშევარი აკრობატული ნომრის ყველა ფაზას, ყველა საფეხურს გვიჩვენებს. საწყის ეტაპზე აკრობატი მისკენ გამოქანებულ, გავაშებულ ხარის რქებში სწვდებოდა. შემდეგ მის ზურგზე ყელას იჭერდა, ხარის თავზე ნახტომს აკეთებდა და ბოლოს მიწაზე ეშვებოდა. ნიშანდობლივია, რომ ხარის ზურგზე მყოფი ფიგურა, რომელიც ყირაზე დგას და ნომრის შესრულების პიკში იმყოფება, კომპოზიციის მთავარი ფოკუსია, რაზეც სპეციფიკური ფერი მიანიშნებს. ამასთან მოწითალო ფერი მამაკაცს აღნიშნავს, ხოლო ქალები თეთრ ფერში არიან წარმოდგენილნი. ხარი ეგრეთ წოდებულ მფრინავ პოზიციაშია წარმოდგენილი. მისი ოთხივე ფეხი ჰაერშია. თავი მაღლა აქვს აწეული, რქები წინ მიმართული, რაც გადმოსცემს ცხოველის სხეულის კონცენტრირებასა და დაძაბულობას, კონტროლსა და აგრესიას. ხარის ეს პოზა კომპოზიციის ცენტრალური ღერძია, რომლის გარშემოს თამაშდება მთელი სიუჟეტი. რქების მიმართულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცხოველის შემტევ, თავდამსხმელ პოზიციას. აკრობატი ხარის ზურგზე ასევე ცენტრალური ფიგურაა. ესაა ფრესკის ყველაზე დრამატული ელემენტი. ფიგურა გამოსახულია უკუღმა ნახტომის პოზაში, ხელები ხარის ზურგზეა დაჭიდებული. ფეხები ჰაერშია, რაც აკრობატის ტექნიკურობაზე მიუთითებს. დაჭიმული სხეული და აკრობატის დინამიური პოზა ნათლად ასახავს მის მოქნილობასა და ბალანსს. ხარის წინ მდგომი თეთრი ადამიანი სავარაუდოდ ქალია. ის ხარის რქებსაა ჩაჭიდებული. მისი ფუნქცია ხარის ტემპის, მიმართულების, ბალანსის კონტროლია. საინტერესოა, როგორაა ეს ადამიანი ჩაჭიდებული ხარის რქებს და როგორ ოსტატურად იკავებს თავს ამ მდგომარეობაში. ამასთან კომპოზიციაში თანაბარი როლი და ფუნქცია აქვს ქალსა და მამაკაცს, რაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ კრეტა მიკენის კულტურაში ქალისა და მამაკაცის როლები ასიმეტრიული და მკაცრად დიფერენცირებული არ არის, როგორც ეს პატრიარქალურ კულტურაში იჩენს თავს. ხარის უკან მდგომი მეორე თეთრი ფიგურა სავარაუდოდ ასევე ქალია. მას ხელები წინ აქვს გაწვრილი და შერჩეული, დაჭიმული, მტკიცე პოზიცია უკავია. მისი როლი ცენტრალური ფიგურის ხარზე მხტომი ადამიანის დაჭერა და უსაფრთხო დაშვებაა. მისი ფეხების განლაგება, წინ გაწვრილი ხელები და ლარივით დაჭიმული პოზა აჩვენებს ფიგურის მზაობას შესაბამის დროსა და მომენტში მოძრაობისათვის. კომპოზიცია არ არის მკაცრად სიმეტრიული, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან მკაფიოდაა წარმოჩენილი დინამიური ბალანსი. ხარი და ცენტრალური აკრობატი ქმნის კომპოზიციის ვერტიკალურ ღერძს. მაშინ, როდესაც ხარის წინ და მის უკან მდგომი ქალები ნამუშევრის ჰორიზონტალურ ღერძს წარმოადგენენ. კრეტა მიკენის ვიზუალური ხელოვნება ცნობილია ნათელი, ბუნებრივი ფერების აქტიური გამოყენებით. კომპოზიციაზე რამდენიმე ცენტრალურ ფერს ვხედავთ: ლურჯს, თეთრს, ყავისფერს და მოწითალოს. თეთრად გამოსახულია ქალების ფიგურები, მთავარი აკრობატის სამოსი, ხარის სახე, ფეხები და მუცლის გარკვეული ნაწილი, რაც ზოგადად სიწმინდის, სიმსუბუქის სიმბოლოა. წითლის, წაბლისფერისა და ყავისფერის მონაცვლეობას ვხედავთ რამდენიმე მონაკვეთში, მაგალითად აკრობატის ფიგურა, ხარის მთლიანი ტანი, ტანსაცმლის ზოგიერთი დეტალი სწორედ ამ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მოძრაობას, ენერგიას, სიცოცხლის ძალას, ნებას და მიწიერებას აღნიშნავს. ლურჯად წარმოდგენილია მთლიანად ფონი და დეკორატიული ელემენტები. ნათელი ლურჯი ფერი შესაძლოა მიუთითებდეს ცისა და ზღვის, უსასრულობის, უსაზღვრობის სიმბოლოებზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საუბარია ეგეოსურ ცივილიზაციაზე, რომლისთვისაც ზღვა ორგანული, ბუნებრივი ნაწილია. სტილისტური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ სახეები და სხეულები ძირითადად პროფილშია გამოსახული. ფიგურები უკიდურესად მოქნილი და გრაციოზულია. მათზე ნაკლებად შეიძლება ითქვას რეალისტური. უფრო მეტად რიტმული და დინამიურია. გამოირჩევა დეკორატიული ელემენტებით, რაც ზოგადად მინოსური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ფიგურებზე ემოციები თითქმის არ იკითხება. ამ თვალსაზრისით კომპოზიცია ემოციურად ნეიტრალურია, თუმცა შეგრძნებისა და სიდიადის იმპულსებს მოძრაობა, დრამატიზმი, ენერგიულობა და დინამიკა ქმნის. დღეს ამ გენიალური ნამუშევრის ნახვა საბერძნეთში, ჰერაკლეონის მუზეუმშია შესაძლებელი. ეს ფრესკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა კრეტა მიკენის დინამიური, სპორტული, ინტენსიური და მდიდარი კულტურის შესახებ. ის გვიჩვენებს მათ მხატვრულ ოსტატობას, ბუნებასთან კავშირს და სიცოცხლისადმი აღმოფრთოვანებელ დამოკიდებულებას. ამასთან კომპოზიცია ერთ-ერთი უძველესია, რომელზეც გამოსახულია ადამიანი, ხარი და სპორტული აკრობატული ნომერი.
ნამუშევრის კომპოზიციური სრულყოფილება დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. გარდა ამისა, ხარზემხტომელი აკრობატები კრეტა მიკენის კულტურისა და ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იკონური ნიმუშია. დამახასიათებელი სტილით უმალ ამოვიცნობთ, რომ სწორედ მინოსური ეპოქის შემოქმედებაზეა საუბარი. ამდენად კომპოზიცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ნახატი კედელზე. ეს არის დამაკავშირებელი რგოლი მინოსური ცივილიზაციის საიდუმლოებრივ, მისტიკურ და ჯერ კიდევ შეუცნობელ სამყაროსთან, სადაც ხარი საკრალური ცხოველი იყო. ხოლო ხელოვნება ასახავდა სიცოცხლის ძლიერებას და ძალაუფლების ნებას, ამ სიტყვის ნიჩესეული გაგებით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში, ხოლო არხის განვითარების მიზნით გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო.